ვინ დაიკავებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტახტს და ვინ გახდება საქართველოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი? საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს დადგენილია პატრიარქის არჩევის წესი. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს. ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება. ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს 70 წლისა. უნდა იყოს ბერი. ეს არის კანონი. თუმცა თუ დავაკვირდებით დღევანდელ რეალობას, ვნახავთ, რომ საზოგადოება მხოლოდ 2 პუნქტზე კამათობს: ასაკსა და განათლებაზე. ყველა სპეკულირებს იმაზე, ვინ რამდენად განათლებულია ან ვინ ჯდება ასაკობრივ ზღვარში. მაგრამ რატომღაც არავინ სვამს მთავარ კითხვას, რომელიც ამ სიის სათავეშია: გენეტიკა, ანუ ეროვნება. დღეს ჩვენს წინაშე სამი მთავარი კანდიდატია: მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. მათზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ არავინ კითხულობს, ვიცით თუ არა სიმართლე მათ გენეტიკურ კოდზე, ანუ რეალურ წარმომავლობაზე. ქართველობა მხოლოდ ქართული გვარი არ არის. ქართული გვარების უმეტესობა მაქსიმუმ 5-6 საუკუნის წინ ჩამოყალიბდა. ეროვნება კი გენეტიკური კოდია, რომელიც არც მოგზაურობას, არც გვარის ცვლილებას და არც დროთა დინებას არ ექვემდებარება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისმის შეკითხვა: არის კი ამ სამ კანდიდატში ის უძველესი ქართული გენი, რომელიც პატრიარქის ტახტის დასაკავებლად აუცილებელი პირობაა. საინტერესოა, რომ უმეტესობა დიპლომის ხარისხს ითხოვს, გენეტიკური ტესტირების შედეგებს კი არავინ. ეს საკითხი ბევრისთვის შესაძლოა მეორეხარისხოვანი იყოს, თუმცა ეკლესიის დებულება მას პირველ ადგილზე აყენებს. როდესაც სამომავლო არჩევანზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პიროვნული მიღწევები, არამედ ის შინაგანი კავშირი ქვეყანასთან, რომელიც წინაპართაგან მემკვიდრეობით გადაეცემა. მხოლოდ ცოდნა ვერ განსაზღვრავს იმ სულიერ ერთობას, რომელიც მწყემსა და სამწყსოს შორის უნდა არსებობდეს. ჩვენ ვხედავთ სამ განსხვავებულ მღვდელმთავარს, სამ განსხვავებულ გზას. მაგრამ ვინ არის მათ შორის ის, ვინც სისხლითა და სულით ყველაზე ახლოსაა იმ ფესვებთან, რომელზეც ჩვენი ეკლესია დგას? თუმცა რაც არ უნდა ვიკვლიოთ, რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, გენეტიკაზე, ასაკზე თუ განათლებაზე არსებობს ერთი უზენაესი ჭეშმარიტება, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. ყველაფერი უფლისნებაა. მხოლოდ მან იცის, ვის სულსა და ძარღვებში ცოცხლობს ის ნამდვილი ქართული გენი, რომელიც ჩვენსერსა და ბერს ერთ მუშტად შეკრავს და მართალ გზაზე გაუძღვება. მე არავის მხარეს არ ვდგავარ. მე ერთი ჩვეულებრივი მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველი ვარ. მწამს, რომ ქრისტე აერთიანებს, ეშმაკი კი ყოფს. ამიტომ ჩემი სურვილიც მხოლოდ ერთობა და ჭეშმარიტება. ჩვენი ვალია ვეძებოთ ის, რაც განგვამტკიცებს და არა ის, რაც დაგვაპირისპირებს. რადგან ეკლესიის მომავალი ყველას საერთო სატკივარია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა მართალ გზაზე გატაროთ მუდამ.